ალბათ ღმერთი, რომელსაც მე უყვარვარ, ჩემთვის მოვიდა. ის მე არ მსჯის, მაგრამ მე არა მაქვს მასთან კავშირი. მე შენთან საქმე არა მაქვს, ადამიანი ამბობს. როცა ადამიანი ესე იქცევა, აღმოჩნდება ზნეობრივი კანონის מחვილის ქვეშ. და წარმოიდგინეთ, მაღალ სართულიან შენობაში ვარ და კეთილი ვარ. და მოდი ახლა ავდგები და პანჯარაზე ვირბენ და რომს გადავარდე რა პრობლემაა? მე ხო კეთილი ვარ და ეს ხო უგუნური საქციელია, იმიტომ რომ ჩემი სიკეთე არ აუქმებს გრავიტაციას. ასევე ჩემი ადამიანური სიკეთე არ აუქმებს ზნეობრივ კანონს. ან მე ვარ გონიერი და თავისუფალი არსება. ესე იგი პასუხისმგებელი ჩემს საქციელზე. ღმერთი რომ მოვიდა ადამიანად, ზნეობრივი კანონის სრულყოფილება გაშალა ჩვენ თვალწინ. ჩვენ ვიცით ეს ზნეობრივი კანონი, წმინდა წერილში გვაქვს გადმოცემული და მისი უგუნურებელს ყოფა მე პასუხისმგებლობის წინაშე მაყენებ. მე ვკარგავ სიცოცხლესთან კავშირს. და გამოსყიდვა ნიშნავს, რომ მე ვუბრუნდები სიცოცხლეს, ღმერთს ჩემს გულს უხსნი. ჩემში შემოდის ღმერთი და მე კი აღარა ვარ ცოცხალი მერე უკვე. ჩემში ცოცხლობს იესო ქრისტე. ეს უნდა მოხდეს, ჩემი და ღმერთის შეერთება.